ნამდვილად ძალიან საჭიროა და წარმოუდგენელი ადამიანის ყოველდღიურობა ტექნოლოგიებთან და თუნდაც დროის მართვაზე რაც ვსაუბრობთ, აი კალენდარი არის ხოლმე, რასაც ხშირად ვურჩევთ ადამიანებს. და სხვადასხვანაირი ინსტრუმენტი, თუნდაც ეს ხელოვნური ინტელექტი, რაც თქვენ აღნიშნეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ადამიანს, ესე იგი, დროის დაზოგვაში. თუმცა მან მნიშვნელობა აქვს ალბათ გამოყენების დოზირებას, რამდენად რეკომენდირებულად ვიყენებ და ხო არ არის ისე, რომ რაც მჭირდება, იმაზე მეტი დიდი დრო და სივრცე უკავია ჩემს ცხოვრებაში და აქვე შეიძლება შემოვიდეს სოციალური ქსელები, ხო? ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომელიც თან საჭიროა, მაგრამ შეიძლება იყოს დროის მფლანგველი და იმაზე მეტ დროს გართმევდეს, ვიდრე ეს შენ წარმოგედგენია და ამაზე საუბრის მომენტში ეხლა გამახსენდა ესეთი ისტორია, რომ ჩემი მეგობარი მიზიარებდა რამდენიმე ხნის წინ, რომ იმდენად გავერთ ამ ჩატთან საუბრის დროის აღქმა დავკარგე. აი ამისი ცდუნება მოკლედ თუნდაც სოციალურ ქსელებს, თუნდაც სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებისას ძალიან დიდია. აი სოციალურ ქსელებზე გავაკეთებ ახლა კიდევ ერთ აქცენტს თუ შეიძლება თქვენის ნებართვით, მოკლედ ის ადამიანები, ვინც უკანა მხარეს მუშაობენ ალგორითმზე, ზუსტად მაგაზე ფიქრობენ, რომ რაც შეიძლება დიდხანს დაგტოვონ ამ თუ იმ არხთან, ხო? რაც შეიძლება მეტი დრო გაატარო და რთულია მოკლედ თავის დაღწევა თუ შეყევი. ამიტომ რაღაცნაირად დოზირება იმისა, როგორ გამოვიყენებ ინსტრუმენტებს, როგორ გამოვიყენებ სოციალურ ქსელს, რამდენად მივიღებ იმ ინფორმაციას, რომელიც მჭირდება, ხო? ხშირად ეგეც არის ხოლმე გამოწვევა, რომ იმაზე მეტ ინფორმაციას მიღებთ ადამიანები დღის განმავლობაში, ვიდრე ეს საჭიროა. ხშირად, როდესაც სტრესში არიან ადამიანები და ვეღარ უმკლავდებიან დამოუკიდებლად ამ სტრესს, წყარო, როდესაც არის ხოლმე გამოკვლეული, არის ზუსტად აი ეს ძალიან დიდი დოზის ინფორმაცია და თუ დააკვირდებით, როდესაც სტრესში ხარ, ხო, კიდევ უფრო მეტი და მეტი ინფორმაციის მიღების სურვილი გაქვს, თითქოს გინდა რომ აკონტროლო სიტუაცია. ამიტომ ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ძალიან მომხრე ვარ და ძალიან მეც გამომყენებელი, მაგრამ საჭიროა ძალიან საზღვრების დაწესება, რომ არ ჩაანაცვლოს, არ წაიღოს ისეთი დრო, რომელიც მისთვის არ არის გამოყოფილი. რა არის მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი არის, რომ ტექნიკა არსებობს, ეს ძალიან გავრცელებული და შეიძლება ისიც კიდევაც ჩვენმა მსმენელმა, რომ ინფორმაციული დეტოქსი არსებობს, ესეთი დიეტაზე ჯდები, მოკლედ ინფორმაციის, რომ ამ ჭარბი რაოდენობის ინფორმაცია არ წაგლეკოს. თუნდაც ისევ და ისევ საქმიანობასთან დაკავშირებით და არ გადახურდეს მოკლედ შენი ემოციური სისტემა და შენი ტვინი ამ ინფორმაციით. მეორე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხშირად გადართვები ხდება ხოლმე, ხო? თუნდაც გონია, რომ რაღაცა საქმეს რო ვაკეთებ, ეხლა ცოტა ხანი დამისვენებ და მოდი სოციალურ ქსელებში შევალ და ეს სოციალურ ქსელებში შესვლა რაც ძალიან მარტივია, რომ იქ აღმოჩნდა, იმიტომ რომ რაღაცა საკეთებ თუნდაც კომპიუტერთან, სადაც ეს საქმიანი ნაწილიც არის და არასაქმიანი ნაწილიც არის და რაღაცნაირად ისე აღმოჩნდები რომელიმე სოციალურ ქსელში, რომ ვერც კი გააცნობიერე. ის კიდე დამატებითი სტრესის წყაროა, იმიტომ რომ ეცნობი ძალიან ბევრი ინფორმაციას, სხვა ძალიან ბევრი ემოცია შემოდის ადამიანის გონებაში და ეს იწვევს გამოფიტვას და რაღაცნაირად გადაღლის შეგრძნებას ადამიანის გონებაში. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანი არის სოციალური არსება და მას კეთილდღეობისთვის სჭირდება სხვა ადამიანები ცხოვრებაში და ესეც უნდა გვახსოვდეს, რომ აი ამ ტექნოლოგიურმა ინსტრუმენტებმა არ წაიღოს სოციალური ურთიერთობებისთვის განკუთვნილი დრო, იმიტომ რომ ადამიანი არის წამალი, მეორე ადამიანისთვის შეიძლება იყოს სტრესის გამომწვევი წყაროც და მეორე, ესე იგი, ნაწილში შეიძლება იყოს სტრესისგან გამოსვლის საშუალება, მოკლედ სოციალური ურთიერთობები აუცილებლად უნდა შემოვიდეს ამ ნაწილში. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ვისაუბრებთ ალბათ და კარგი იქნება თუ ვისაუბრებთ, ეს არის multitasking-ი, ანუ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება და ინსტრუმენტებთან კავშირში მგონია ეგეც, გადართვები ერთი საკითხიდან მეორე საკითხზე. ესეც არის ძალიან სერიოზული სტრესის წყარო და გვეუბნებიან ესეთ რაღაცას, რომ ჯობია ადამიანმა აკეთოს ერთი საქმე ერთდროულად,
და არ ქონდეს გადართვები, იმიტომ რომ იმისთვის რომ პროდუქტიული იყოს, რაღაც პროდუქტიულობის რაღაც წერტილს მიაღწიოს, ჭირდება რაღაცა დრო და თუ კი გადმოერთვება სხვა რაღაცაზე. ამ შემთხვევაში დასაბრუნებლად, უკან დასაბრუნებლად იმ წერტილში დასაბრუნებლად ჭირდება 20 წუთი. წარმოიდგინეთ, რამდენი 20 წუთი გვაქვს ეგრე დაკარგული, რომ რაღაცა თქვათ გადავერთეთ სხვა თემაზე, შევწყვიტეთ ამ საქმის კეთება, ერთი საქმიდან მეორეზე გადავხდეთ, რაღაც მეუვწერდი და გადავწყვიტე გამახსენდა რომ რაღაცა დოკუმენტი მაქვს ასაგზავნი და ეხლა იმაზე გადავერთე, მოკლედ საბოლოო ჯამში ეს იწევს გადაღლას ერთი და არასწორად დახარჯულ დროს, რომელიც ასევე კიდე სტრესის დამატებითი წყაროა.